მაღალი ინტერესი ქართული კულტურისა და ტურისტული პოტენციალის მიმართ კონკრეტული შედეგებით დასრულებული საქმიანი შეხვედრები და ათასობით სტუმარი ქართულ პავილიონში. ITB China 2026 დასრულებულია. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ ფორუმში საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. 3 დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს ქართული საუკუნოვანი კულტურის ტრადიციული სამზარეულოს, უნიკალური ღვინისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. პარალელურად გაიმართა შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის უდიდეს სამოგზაურო პლატფორმა Trip.com-თან, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს ემსახურება. შალვა სუმბაძე გვეტყვის რა კონკრეტული შედეგით და რამდენად კმაყოფილი ბრუნდება ქართული დელეგაცია შანხაიდან. გამართული 1000-ზე მეტი შეხვედრა და წარმატებით დასრულებული ათეულობით მოლაპარაკება. ასე დაასრულა ITB China-ზე საქართველოს სტენდმა სამდღიანი მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული იყო საქართველოს როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობა შანხაიში, საერთაშორისო აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, გაემახვილებინა ყურადღება ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომლის გამოც საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები, გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მოლაპარაკებები იმართებოდა ოფიციალურ უწყებებს შორის, ასევე აქ წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მართავდნენ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, ანუ ივლისის შემდეგ, რაც შანხაისა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება, მაქსიმალურად მეტი ტურისტის მობილიზება მოხდეს ჩინეთიდან საქართველოში და არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოფენა აერთიანებდა 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს, ბუნებრივია მოლაპარაკებები შედგა არა მხოლოდ ჩინურ კომპანიებთან, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კომპანიებთანაც, სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებთანაც, რომლებმაც ბუნებრივია ასევე გამოთქვეს სურვილი საქართველოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, რაც შეეხება თავად გამოფენის პროცესს. 3 დღის განმავლობაში 400 კვადრატულ მეტრზე საქართველოს წარმოაჩენდა საკუთარ კულტურას, ისტორიას, კულინარიას და შეიძლება ითქვას, რომ ამ 3 დღის განმავლობაში მასტერკლასებზე, როგორც კულინარიულ, ასევე კალიგრაფიის და კიდევ რეწვის მასტერკლასი იყო, ასევე მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი რიგები იყო და საკმაოდ დაინტერესებული იყო ყველა ის მონაწილე და ყველა ის სტუმარი, რომელიც აქ შემოდიოდა. 3 დღე ჯამში დაახლოებით 30,000-მდე ვიზიტორის სტუმრობა შედგა ამ 3 დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან, როგორც ამბობენ ოფიციალური პირები, როგორც პანელურ დისკუსიებში მონაწილეობისას, ასევე არაფორმალურ გარემოში საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ტურიზმის ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩინურ ბაზარზე და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დახუნცული აქტივობებით ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ. ეს ღონისძიება, სადაც საქართველოს პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სწორედ ამ საერთო მიზანს ემსახურება, იმისთვის, რომ ერთის მხრივ საქართველოს ცნობადობა, როგორც უსაფრთხო და სანდო ქვეყნის გაიზარდოს ჩინელ მოგზაურებში, მეორეს მხრივ ქართულ ბიზნესს ხელი შეეწყოთ, რომ სანდო პარტნიორები იპოვნონ ჩინეთში. სესიაზე ვისაუბრეთ ტურიზმში ახალ ტენდენციებზე და იმაზე, თუ როგორ იზრდება ინტერესი განსხვავებულ მიმართულებებზე, როგორცაც საქართველოს წარმოადგენს ქვეყანა, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ რესურსებს, მდიდარ კულტურას და ტურისტულ პროდუქტებს. ქუთაისი და იმერეთი და ნებისმიერი რეგიონი საქართველოს წარმოადგენს საქართველოს ტურისტული შეთავაზების, საქართველოს კონტენტის, კულტურის და ისტორიის განუყოფელ ნაწილს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ აი ამ ერთიანობის ნაწილი. ჩინეთი საქართველოსთვის ტურიზმის მიმართულებით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად ყოველწლიურად ორმაგდება ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გარკვეულ ქალაქებთან დაიწყო პირდაპირი ფრენები და ამ მიმართულებით კიდევ გრძელდება სხვა ქალაქებთანაც მუშაობის პროცესი. მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი ტურისტების ნაკადი, რაც ქართული ოფიციალური მხარის ცნობით არის მანიშნებელი იმისა, რომ ამ ქვეყანასთან მუშაობის პროცესს შედეგები მოაქვს.